ილია თოფურიაზეა ეს ამბავი და იმ ეროვნულ ასპექტებზე რაც დაგვაფიქრებს 14 7 8 5 3 2 1 ეს არის რიცხვები რომელსაც თეთრი სახლის ქარდზე ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯამში სულ 7 ბრძოლა იქნება ანუ 14 სპორტსმენი იასპარეზებს თეთრ სახლში აქედან 8 წარმოადგენს ამერიკას 1 კანადას 3 ბრაზილიას და ევროპიდან არის მხოლოდ 2 სპორტსმენი თეთრი სახლის ივენთზე ფრანკი განი და რა თქმა უნდა საქართველოდან ილია თოფურია და უბრალოდ რომ შევხედოთ რა მასშტაბზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ თეთრი სახლის ისტორიული ივენთის მთავარ ბრძოლაში ქართველი ილია თოფურია იბრძოლებს ილიამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარი იდენტობას წარმომავლობას და იმას რომ ის ნამდვილად არის ქართველი და ამაყობს რომ წარმოადგენს საქართველოს ასევე ის ხშირად საუბრობს ქვეყანაზე და მადლიერებას გამოხატავს ესპანეთის მიმართ რომელმაც მის ოცნებებს ფრთები შეასხა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის პროფესიულ განვითარებაში ამიტომ ესეც კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დასაფასებელია როცა გააჩნია მადლიერების გრძნობა ადამიანს და მადლიერია იმ ყველაფრით რაც ესპანეთმა მისცა შეგვიძლია წარმატებები ვუსურვოთ და რაც მთავარია ვუსურვოთ რომ ძალიან საინტერესო პერფორმანსი გამოვიდეს